იმერეთში დღეს ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო. 17 კილომეტრიანი მაგისტრალი ზესტაფონიდან დაიწყება, გაივლის ქუთაის, სამტრედიას, ლანჩხუთს და გრიგოლეთის გზაზე დასრულდება. ახალი გზა მანძილს საგრძნობლად შემცირებს და სატრანზიტო მოძრაობას განტვირთავს. პროექტზე 1500 ადამიანი უნდა დასაქმდეს. მშენებლობის მიმდინარეობას დღეს საქართველოს პრეზიდენტი გაეცნო. ლაშამიქაძე გეამბობთ. ეს გრაფიკული პროექტი რეალობად მალე იქცევა. ქუთაისის ახალი შემოვლითი გზა ზესტაფონიდან დაიწყება და ლანჩხუთი გრიგოლეთის მონაკვეთზე დასრულდება. 17 კილომეტრიანი მაგისტრალი ქუთაისსა და სამტრედიას გაივლის. ორზოლიან გზის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის, ხიდებსა და საგზაო კვანძებზე კი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ახალ მაგისტრალზე 4 ესტაკადა და 6 ხიდი აშენდება. მათგან ერთი სარკინიგზო გზაგამტარი იქნება. ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. მნიშვნელოვანია ბევრი პარამეტრით, მათ შორის იმით, რომ იმერეთის ყველა დიდი ქალაქი განიტვირთება ტრანზიტული მოძრაობისგან, ინფრასტრუქტურა სერიოზულად განვითარდება, პროექტის მიხედვით არის 6 სახიდი გადასასვლელი, 6 კვანძი, შესაბამისად მულტიფუნქციური ორი კომპლექსი, როგორც გორში ავაშენეთ ისეთი. შემოვლითი გზის დასრულების შემდეგ მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს მაგისტრალზე ტრაილერები პრობლემას აღარ შეუქმნით. ქუთაისის ზესტაფონი და სამტრედია სატრანზიტო მოძრაობისგან მთლიანად განიტვირთება. გზის გასწვრივ ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. მოეწყობა დასვენებისა და მომსახურების მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ახალი პროექტი საერთო ჯამში 1500-მდე სამუშაო ადგილს შექმნის. ხელფასი 1000 ლარამდე მაქვს. ძალიან მისაღებია ყველასათვის, ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებულია და მაყოფილები არიან ყველანი. ასობით ადგილობრივი იქნება დასაქმებული ამ პროექტის განხორციელების პერიოდში, აქ იქნება მიმდებარე სოფლები დამუშახელი, ასევე იმ რაიონებიდან, სადაც გაივლის ესტაკადა. ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის მიმდინარეობას დღეს საქართველოს პრეზიდენტი გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა ტრაქტორით სიმბოლურად პირველი თხრილი გააკეთა და ახალი გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როდის დამთავრდება? 2003-ის თავიდან ბოლომდე, მაგრამ 2000 ამ წლის ბოლოს დამთავრდება ქუთაისის მონაკვეთი დაამთავრა. ამ დღეს ველოდი მოვეცდა, ვიცინი აღარ ვტირი მე. ჯერ არ ვიცინი. ვიცინით როცა დავამთავრე. ეხლა აღარ ვტირი ვარ. უკვე შემოვლითი გზა გადმოვედი დასავლეთში. და ასევე ივნისში მოვდივართ უკვე რუისიდან რიკოთამდე. დამკვრელური ტემპები. სოციალისტური შეჯიბრი გამოაცხადა. ვისთან შე? და ვის რა შეგვეჯიბრა? ჩვენ თავს ხო შევეჯიბრე? ჩვენ თავს შეჯიბრი, აი რაც უფრო ჩქაროგოვის ოქეთ. არა, თავარიო დავიწყო დამშრომლობა. ეს ქუთაისის აეროპორტს გაუვლის სადაც 2 კილომეტრი. 2 კილომეტრი და 200 მეტრი. ესე როგორ რაღაცა ქუთაისის აეროპორტში როცა იქნება იაფი ფრენები, წელს სექტემბერში იქნება ქუთაისის აეროპორტი, იქნება იაფი ფრენები ევროპიდან, აზიიდან და მოგცემს საშუალებას, რომ ერთი თბილისის აეროპორტი გამტვირთო და მერე თბილისიდან, ესე იგი ავტობანი პირდაპირ თბილისის ქუთაისში დაჯდება ამ აეროპორტთან ახლოს და რეალურად გზავრები წამოვლენ და სადაც 2 საათზე ნაკლებში თბილისის ცენტრი და იქნება აეროპორტი, საიდანაც იფრენ სამჯერია ფადვიზე თბილისის აეროპორტი. და თბილისის იძულებული იქნება ფასი დააკლოს სურქები, რომელიც ოპერირებენ თბილისის აეროპორტს. და ქუთაისის აეროპორტის გახდება წარმოშობა. პლუს წყალტუბოდან არის რამდენი კილომეტრი სადაც ავტობანი რამდენი ხანში. წყალტუბოზე გაივლის ეს. ფაქტობრივად წყალტუბოზე ტერიტორიაზე გაივლის როგორც წყალტუბოში იქნება ძალიან დიდი აღშენებლობა, პლუს პარლამენტარიც ახლოს იქნება. წყალტუბოში ვიწყებთ აგვისტოში ფართოფრონტ შლით უკვე წყალტუბოა ჩვენი შემდეგი ანაკლია ბათუმის სიღნაღი და ყველაფერი ერთად. ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობას იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და საქართველოს მთავრობა აფინანსებს. პროექტს კოორდინირებას რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. საავადმყოფოების გახსნა არის მშვენიერი შესაძლებლობა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომელიც ახლა ქვეყანაში არსებობს, განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ცაგერში მოსახლეობას